ხო, აი ამ ხეზე უნდა ავიდეთ. შენ რა, ზღვის ეზოში გადაწყვეტე თვალთვალი? ამოდი, დამიჯერე გამოშტერდები. 10 წუთში მეგობრები ხის მოზრდილ ტოტზე ისხდნენ, მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე. აქედან ხედი სახლის მთელ ეზოზე იშლებოდა. აბა, რის გამო ამოვედით? აი შეხედე. ნიკუშამ ფოსლისკენ ანიშნა. მათ გამხდარი ქალბატონი დაინახეს, რომელიც შენობასთან იდგა, ვერ ხვდებოდნენ სად იყურებოდა. ნუ, მე რა, დგას და დგას. რა და ასე უკვე 3 საათია დგას, არც კი გაქანებულა, შევამოწმე. აი დაინახავ, საღამოს მოვალთ და ისევ ასე იდგება. ბიჭები სახლებისკენ გაემართნენ. საღამოს ისინი ისევ ხის ძირას იდგნენ. ნიკამ ჭოგრიტიც კი წაიყოლა და გიორგის მიაწოდა. როდესაც ისინი ხეზე აწვნენ, მათ ისევ დაინახეს ის სუსტი ქალბატონი. გიორგიმ ჭოგრიტში გაიხედა და შიშისგან გათეთრდა, შემდეგ კი მეგობარს გადააწოდა. უცნობი მდელოზე იჯდა და რაღაცას ხეჭავდა, ხელები და პირი კი სულ სისხლიანი ჰქონდა. ეს რა ჩანდაბაა? ის უეცრად შემოდრიალდა. ბიჭებმა ვერც კი შეამჩნიეს ისე მიირბინეს სახლებში. მორიგ დღეს გიორგიმ ისევ გაიგონა ფანჯარაზე გაგონის ხმა, ახლა უკვე ბებიამისი იყო, მან შვებით ამოისუნთქა. ბებომ უთხრა, რომ მეზობელს შეშის დაჯახვაში დახმარებოდა, ის უკვე შემოსასვლელთან ელოდებოდა. ეს ის ქალბატონია. ჩემთვის ეს ახალი ვიდეოა და წინოვიდა უკრინის არის. ერთი ზამთრის ღამეს აბოტმა იპოვა ახლად დაბადებული ბავშვი აბის კარებთან. აბი ერქვა ადგილს, სადაც მონაზვნები და ბერები ცხოვრობდნენ. აბოტმა ახალშობილი მონაზვნებთან წაიყვანა, რომ მისთვის მოევლოთ. ეს ბავშვი გოგო იყო. მონაზვნებმა შეამჩნიეს მის მარჯვენა ხელზე შრამი, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა. მონაზვნები შოკში ჩავარდნენ და იფიქრეს, რომ ბავშვი დემონი იყო. მათ გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ ბავშვი, მაგრამ აბოტმა ისინი შეაჩერა და მას ხელზე ნაჭერი მოახვია, რომ დაემალა შრამი. მან საკუთარ თავზე აიღო ამ ბავშვის მოვლა. ერთ ღამეს, როდესაც გოგო 5 წლის იყო, მონაზონმა დაინახა ბავშვი, რომელიც ჭერზე იყო მიკრული და 2 წითელი თვალით უყურებდა მას. გარშემო საშინელი სიჩუმე იდგა. მონაზონი შეშინებული გაიქცა და მან დაუძახა ბერებს, რომ იგი სადმე ტყეში დაეტოვებინათ და მომკვდარიყო. როდესაც ბერები გოგონას ოთახში შევიდნენ, ბავშვი გამქრალი იყო. ერთი დღის შემდეგ იგი სასაფლაოზე იპოვეს. ბერემა გადაწყვიტეს გოგონა წაიყვანა სანაპიროზე და დაეტოვებინათ სახლის წინ. აბოტმა უთხრა ბერებს, რომ მას არ უნდოდა ბავშვი მომკვდარიყო, რადგან ეს ბავშვი ძალიან კარგი იყო სიკვდილისთვის. მონაზვნებისა და ბერებისგან განსხვავებით, ამ გოგონას ჰქონდა განსაკუთრებული სისხლი. ბავშვი იშვილეს ძალიან რელიგიურმა ოჯახმა და გაზარდეს წყნარად.
რაიმე უცნაური მოვლენების გარეშე, როგორიც მაშინ იმ ღამეს მოხდა. მაგრამ ერთ ღამეს, როდესაც 15 წლის იყო, საშინელი სიზმარი დაესიზმრა აბიზე. ასევე ყოველ ღამეს ესიზმრებოდა საშინელი სიზმრები. იმ დღის მერე მას ჰქონდა ძალიან ცუდი მეხსიერება. მან დაიწყო აბის შეზისხება და რამოდენიმე დღის შემდეგ გოგონას კამათი მოუვიდა მის მშობლებთან, რადგან მას არ უნდოდა რომ ელოცა. 20 წლისას მშობლებმა დააჯერეს რომ წასულიყო ეკლესიაში და აღსარება ჩაებარებინა. მაგრამ აღსარების დროს რაღაც უცნაური დაემართა. გოგო გახდა ბოროტი. მას დაეუფლა დემონი. იგი დაბრუნდა სახლში გაბრაზებული და ჩხუბი დაუწყო მის ოჯახს. ამბობდა რომ მას აღარ სჯეროდა ღმერთის. მისი მშობლები შოკში იყვნენ. ისინი ძალიან რელიგიურები იყვნენ და მათ არ უნდოდათ იმის დაჯერება თუ რას ამბობდა გოგო. მშობლები დაემუქრდნენ რომ ელოცა პატარა ბნელ ოთახში, მაგრამ იგი გაიქცა სახლიდან, ისე რომ არავისთვის უთქვამს. გოგო იყო სევდიანი და დაკარგული, მაგრამ უფრო მეტად გაბრაზებული იყო. მას უნდოდა სამაგიეროს გადახდა. ასე რომ მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო აბიში. როდესაც მივიდა, მან ჩაიცვა მონაზონის ფორმა. აიღო ჩაქუჩი და მთელი ღამის განმავლობაში მოკლა ყველა მონაზონი და ბერი. გოგო მარტო აბოტი შეიწყალა, რადგან ის იყო ერთადერთი, ვისაც უყვარდა იგი. ახლა ის არის ბოროტი მონაზონი. შემდეგ ის წავიდა სკოლაში აბისთან ახლოს და მოკლა ყველა მასწავლებელი და მგონი ბავშვებიც. მაგრამ რაც ვიცით ისაა, რომ ბოროტმა მონაზონმა შეაშინა ბავშვები და სიამოვნებას იღებდა მათი შიშით. მონაზონი აიძულებდა ბავშვებს გაეკეთებინათ საშიში მასკები. ჩვენ არ ვიცით რა მოუვიდათ ამ ბავშვებს. ეს ყველაფერი არ არის ცნობილი და მისტიურია. ახლა ბოროტი მონაზონი ამ სკოლაში იმყოფება და ლოცულობს ეშმაკისთვის ყოველ დღე. მან დამალა ობიექტები და შემზარავი საიდუმლოებები ამ სკოლაში. თუ შენ მოახერხებ და შეაღწევ, ყველაფერს გააკეთებს რომ მოგკლას. შენ უნდა გააღწიო სკოლიდან. რამდენიმე თვის შემდეგ აბოტი, რომელიც მასზე ზრუნავდა ბავშვობაში, იპოვა მკვდარი აბიში. მან თავი მოიკლა და წერილი დაუტოვა მონაზონის ერთ-ერთ ოთახში. წერილში ეწერა რომ ეს ქალი იმსახურებს შურისძიებას. ჩვენ ვიმსახურებთ რომ მოვკვდეთ. ზოგჯერ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ერთი რაღაც, რომ ძალადობას ზღვარი არ აქვს. ამერიკაში, სადღაც უდაბნოს მიდამოებში, არის ფერმა. არავინ არ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ჩვეულებრივი ფერმერის სახლი ჩანს და პოლიცია არასდროს მოდის ამ ადგილას. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ახლოს მდებარე სოფელში 10 ადამიანი გაუჩინარდა გასულ წელს. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, რომ ეპოვოთ გამტაცებელი, მაგრამ მალევე თავი დაანებეს გამოძიებას, რადგან ვერაფერი მიაკვლიეს. ამ სახლში ცხოვრობს მისტერ მითი. ვინ არის ის? მისი სახელია ჯოი მეთენი. ის ბავშვობაში ყოველთვის იყო მორცხვი ბავშვი და სხვა ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონდა. ჯოი კარგად სწავლობდა სკოლაში, მაგრამ ის იყო უცნაური და მის კლასელებს არ უნდოდათ მასთან კონტაქტი. მან ტრავმა მიიღო მამამისისგან. მისი მამა სახლში ყოველდღე მთვრალი მოდიოდა და თავის ოჯახს სცემდა. ერთ დღესაც ჯოის დედამ თავის ქმარს უჩივლა ძალადობისათვის და იგი ციხეში გამოკეტეს. ბავშვი გაიზარდა დედამისთან, რომელიც გარდაიცვალა კიბოთი. 14 წლის ასაკში ჯოი ცხოვრობდა ქუჩაში. ერთ დღესაც მას შესთავაზეს სამსახური, რომ ემუშავა ყასაბად. მან დაიწყო ფულის შოვნა და ამ ფულით ჯოი ყიდულობდა აბებს, სვავდა ალკოჰოლს და იხატავდა ტატუებს. აბებმა მასზე იმოქმედა და გიჟი გახდა. მან დაიწყო უმი ხორცის ჭამა და მას ძალიან მოსწონდა ის. მას ასევე მოჰყვებოდა ბავშვობის ტრავმა და მარტო იყო. არ ყავდა მეგობრები და საყვარელი ადამიანი. როდესაც საკმარისი ფული დაუგროვდა,
მან იყიდა სახლი ფერმაში. როცა ჯოი 30 წლის გახდა, მან გაიცნო ხლოი, რომელიც ჯოის შეყვარებული გახდა. 9 თვის შემდეგ მათ ეყოლათ ქალიშვილი. ჯოი გახდა მამა და მისი ცხოვრება შეიცვალა. მან შეწყვიტა აბების მიღება და დაიწყო შეყვარება. დატოვა თავისი სამსახური და დაიწყო ხორცის გაყიდვა საკუთარი სახლიდან. მან თავისი სახლი გადააქცია რესტორანად. მისი ქალიშვილი ყოველთვის ეძახდა მას მისტერ მიტს, ასე რომ მან საკუთარ რესტორანს ეს სახელი დაარქვა. მაგრამ ჯოი აგრძელებდა უმი ხორცის ჭამას ჯუმად, რაც კლავდა მას. 4 წლის შემდეგ თავისმა ცოლმა აღმოაჩინა, რომ ჯოი უცნაური ხდებოდა და მას უნდოდა განშორება. მაგრამ მისტერ მიტი გაბრასდა და ცოლი ისე ცემა, რომ სიკვდილამდე მიიყვანა. როდესაც ეს ყველაფერი საკუთარმა ქალიშვილმა დაინახა, ილილით გაიქცა, მაგრამ ჯოიმ ისიც არ დაინდო და ქალიშვილიც მოკლა. შემდეგ მან აბაზანა აავსო მჟავით და გვამები ჩაყარა შიგნით, რომ მოეშორებინა ისინი. მან იყიდა ძალიან ბევრი ხორცი. ის გაგიშდა, ის ავადმყოფი გახდა. ჯოის ყველგან ჰქონდა ხორცი შენახული, მაგრამ მისტერ მიტს მარტო ცხოველების ხორცი არ აინტერესებდა. მან დაიწყო ადამიანის ხორცის დაჭრა. მან მოკლა 3 ადამიანი, რომლებიც მის სახლთან ახლოს დასეირნობდნენ. ჯოიმ მათი ხორცი დაჭეხა და ადამიანის ხორცისაგან ბურგერები გააკეთა, რომლებიც ხალხს მიყიდა. მან დააარსა მისტერ მიტის კომპანია. იგი ყიდა უამრავ ხორცს. ხალხი მოდიოდა მის რესტორანში რომ ეჭამათ, მაგრამ ჭამის შემდეგ ჯოი კლავდა მათ. ერთ დღესაც გაზეთში განაცხადეს მისი ქალიშვილის და ცოლის გაუჩინარების შესახებ. ის ინახავდა გაზეთს, როგორც სუვენირი. მან გააკეთეს საიდუმლო ოთახი, რომელშიც მხოლოდ გარედან შეგეძლო შეღწევა. შემდეგ ჯოიმ ოჯახის ფოტოებში მათი სახეები გადახაზა. ზოგჯერ მასთან ხალხი მოდის საჭმელად, რადგან იქ ახლომახლო სხვა რესტორანი არ არის. ჯოი მათ აოცებდა უზარმაზარი ხორცის ნაჭრებით, ხოლო შემდეგ მიყავდა ოთახში, სადაც აწამებდა მათ და კლავდა. ზოგმა გაქცევა სცადა, მაგრამ არავის გამოუვიდა. მისტერ მიტს ჰქონდა უცნაური ჰობი. იგი მოკლულ ადამიანს ცალფეხს ჭრიდა და კედელზე კიდებდა. ერთ დღეს ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის პროფესორი მოვიდა საჭმელად მისტერ მიტში. ჯოი დაემუქრა მას, რომ წიგნები აიღო მისი სახლიდან და მოეტანა მასთან ძველი წყალსადენის პროექტისათვის. ერთ დღეს გოგო, რომელიც კოლეჯში დადიოდა, მივიდა ჯოის სახლში, რომ ემუშავა რესტორანში. მისტერ მიტმა აიყვანა ეს გოგო სამუშაოსთვის, რომ ჰყოლოდა ვინმე, ვინც დაეხმარებოდა პროექტისათვის. ჯოიმ გოგოს დაალევინა საძილე აბები და ჩაკეტა ოთახში. მისტერ მიტს აღარ აინტერესებს რესტორანი და ის ისევ აგრძელებს უმი ხორცის ჭამას. თითქოს იგი ზომბი იყოს. ჯოიმ დაამთავრა თავისი შემზარავი პროექტი. პროფესორმა წლების შემდეგ მოახერხა ცხოველების გენეტიკური მოდიფიცირება და მათ გააკეთეს ლაბორატორია ჭის ქვეშ. ეს ჭა არ იყო ნორმალური. იქ არ არის წყალი. პროფესორმა აუხსნა, როგორ შეეცვალა ცოცხალი არსებები. ის აკეთებს ექსპერიმენტებს საიდუმლოდ და ასევე ჯოი აპირებს ექსპერიმენტები გააკეთოს ადამიანებზეც. გოგო, რომელიც მან გამოკეტა, აპირებს მასზე პირველი ექსპერიმენტის ჩატარებას. მას არ უნდა რომ გოგო გაიქცეს, ასე რომ ჯოიმ დამალე გასაღებები. მან უკვე გააკეთა რამოდენიმე ექსპერიმენტი ღორზე. მუტანტი ღორი ჭამს სხვა ცხოველებს და აგრესიულია ხალხის მიმართ. შეიძლება ეს ღორი პროფესორიცაა. ისტორია იწყება კაცით, რომელიც მიდის მანქანით მისტერ მიტის სახლში, რადგან იპოვოს დაკარგული გოგონა. წარმოიდგინე, რომ ხარ შენს ოთახში,
საშინაო დავალებების დაწერა ახლახანს დაამთავრე. ნაყინის მანქანის ხმა გაიგე. პანჭრიდან გაიხედე და დაინახე შენი საუკეთესო მეგობარი. ცოტა ხნის შემდეგ ნაყინის გამყიდველი, რომელსაც საშიში მასკა უკეთია, ყინავს პირით შენს მეგობარს და შემდეგ თავის ფურგონში მალავს. სწორედ ეს მოუვიდა მის საუკეთესო მეგობარს, მისტერ როდის პირველ მსხვერპლს, დანიელ ჯეის. ამ ბავშვმა გადაწყვიტა დაეხსნა თავისი მეგობარის ხუსი დახმარების გარეშე. ერთ დღეს მან იპოვა გასაღები, რომ გაეთავისუფლებინა მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც იყო გამოკეტილი პატარა გალიაში. მაგრამ ვინ არის ნაყინის გამყიდველი და რა ბოროტული გეგმები აქვს შემუშავებული მას? მისი სახელია როდი, დედამისი მის მშობიარობას გადაყვა და გარდაიცვალა. ასე რომ იგი გაიზარდა მამასთან. მამამისი ძალიან კარგი ადამიანი იყო და მუშაობდა ნაყინის მაღაზიაში. ის აკეთებდა საუკეთესო ნაყინს მთელს ქალაქში. მას ჰქონდა საიდუმლო ინგრედიენტი, მაგრამ მას არ უნდოდა მისი გამხელა როდისათვის. სკოლაში როდს ყველა კლასელი ძულდა, რადგან ყოველთვის ჩაგრავდნენ. ასე რომ იგი მთელ მის დროს მამამისთან ატარებდა და მას ძალიან უყვარდა მისი ნაყინი. ერთ დღეს ისინი წავიდნენ საციგურაოდ. ის ზედაპირი კარგად გაყინული არ იყო. როდმა კითხა მამას, შეიძლებოდა თუ არა რომ ტბაზე ესრიალად. მამამისმა უთხრა რომ ძალიან საშიში იყო, რადგან ტბა კარგად მოყინული არ იყო და ყინული ჩატყდებოდა. მაგრამ როდმა არ მოусმინა მამამის და გაიქცა მოყინულ ტბაზე. მამამისმა დაუყვირა რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ის ისევ აგრძელებდა სირბილს. შემდეგ მამამისიც დაედევნა უკან, რაც შეეძლო მთელი ძალით მირბოდა, მაგრამ უცებ როც ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა. მამამისმა მოასწრო და თავისი შვილი დაიჭირა, მაგრამ სამწუხაროდ ყინულმა ვერ გაუძლო ორ კაცს და ჩატყდა. ორივე გაყინულ წყალში ჩავარდა. რამოდენიმე საათის შემდეგ ვერტმფრენმა დაინახა, რომ ყინული ჩატეხილი იყო ტბაზე. როდესაც მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ წყალში ადამიანები იყვნენ. როცა მაშველებმა ამოიყვანეს, მამაშვილი გაოცებულები იყვნენ. მამა მკვდარი იყო, მაგრამ როდი კიდევ ცოცხალი. ბავშვი წაიყვანეს საავადმყოფოში და სასწაულებრივად როდმა აღიდგინა გონება. რადგან ბავშვი უკვე ობოლი იყო, როდი მიაბარეს კოლეჯში, სანამ 18 წლის გახდებოდა. ის გახდა ძალიან უცნაური ადამიანი. მას სძულდა ბავშვები და ვერ იტანდა, როდესაც ხედავდა, რომ ნაყინებს ჭამდნენ. მას შემდეგ, რაც როდის მამა გარდაიცვალა, მას არასდროს აღარ უჭამია ნაყინი. როდი აღარ იცინოდა. ნაყინულმა წყალმა იგი ძალიან შეცვალა. მისი კანი გახდა გაყინული, ასევე მისი ცხოვრებაც და სულიც. ის იტანჯება, როდესაც მზის სხივები ეხება მას, რადგან მისი სხეული მიეჩვია დაბალ ტემპერატურას. იმიტომაც გადის ღამე გარეთ. როცა იგი 19 წლის გახდა, მან მუშაობა დაიწყო კაფეში და 22 წლისას ნაშოვნი ფულით მან იყიდა ადგილი, სადაც მისი ყველა ნივთი ჰქონდა შენახული. ასევე მას ეძინა გარეთ, რადგან ის კარგად გრძნობს თავს დაბალ ტემპერატურაზე. იგი არ ჭამს ბევრს, რაც მას სჭირდებოდა მხოლოდ იყო სუფთა და ახალი წყალი. რამოდენიმე თვის შემდეგ მან იპოვა სამსახური და ის მუშაობდა აღმზრდელად. როდი უყურებდა ბავშვებს და უფრო მეტად სძულდა ისინი. მან გადაწყვიტა შეედგინა გეგმა, რომ მოეკლა მსუქანი ბავშვები და ის გააკეთებდა ყველაფერს, რომ შური ეძია მამისათვის და ნაყინისათვის. 1972 წელს როდმა ნაშოვნი ფულით იყიდა ფურგონი გარაჟთან ერთად, კაფესთან ახლოს. მან დაიწყო სამეზობლოში სიარული და იძებდა ხელსაწყოებს, რომლებიც დაეხმარებოდა საკუთარი ნაყინის გასაკეთებლად. კაფეში, სადაც იგი მუშაობდა, მან აიღო რამოდენიმე ინგრედიენტი ნაყინის გასაკეთებლად. როდმა მორთო მისი ფურგონი და დაიწყო ნორმალური ნაყინის მიყიდვა ბავშვებისათვის, ის წყნარ სამეზობლოში, მაგრამ მას არ უნდოდა, რომ ამოეცნოთ და გაიგო თუ ვინ იყო ის. ამიტომ მან გააკეთა ნაყინის მასკა, რომ დაემალა მისი სახე. ეს იყო მისტერ როდის ცხოვრება. დღის განმავლობაში მას ეძინა, ან მის გარაჟში რჩებოდა და მუშაობდა მის მოწყობილობაზე. შემდეგ დაახლოებით 1 საათით ადრე, სანამზე ჩავიდოდა, ის მიდიოდა იგივე სამეზობლოში ნაყინის გასაყიდად და ღამის განმავლობაში იგი მუშაობდა კაფეში. ის არ იყო ცნობილი. ის იყო მხოლოდ მისტერ როდის ზოგი ბავშვისათვის, რომლებიც მოდიოდნენ რომ ეყიდათ ნაყინი, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა ბოროტული გეგმა გონებაში, რომ მოეკლა ბავშვები ჩვეულებრივი ნაყინით. ძალიან რთული მიზანი იყო განსახორციელებლად, მაგრამ მას უნდოდა ეპოვნა საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც მოკლავდა ბავშვებს. ის იწერდა თავის გეგმებს დღიურში. 13 წლის განმავლობაში როდი განაგრძობდა ასეთ ცხოვრებას. მუშაობდა, ყიდდა ნაყინს და ატარებდა ექსპერიმენტებს, რომ ეპოვნა საიდუმლო ნაყინის ინგრედიენტი.
1974 წელს როდმა შეამჩნია, რომ მისი ნაყინი ბავშვებს ასუქებდა, მაგრამ მას უნდა გამოეკვია თუ როგორ მოეკლა ისინი. 1975 წელს ამის განმავლობაში პოლიცია, რომელიც აკონტროლებდა გარაჟებს, შეაჩერა როდი, რომ ჩაეტარებინა გაჩხრეკა მის ფურგონში. პოლიციამ შეამჩნია, რომ როდი რაღაცას მალავდა მისგან. იმის შემდეგაც, როცა მთავარი გარაჟის კარები გაუხო. როდესაც პოლიცია იკვლევდა ადგილს, როდმა ლაგატკით ესროლა ქვა და პოლიციები გაითიშა. შემდეგ იგი თავის ფურგონში ჩასვა და სათამაშო მოედანზე წაიყვანა, რომელიც დაკეტილი იყო, რომ არავის შეემჩნია ისინი. მას უნდოდა გართობა, ასე რომ მან პოლიციელს იარაღი და ტანსაცმელი წაართვა. როცა გონზე მოვიდა, როდმა დამალობანას თამაში დაუწყო პოლიციელს, მღეროდა სულელურ სიმღერებს. შემდეგ როდმა დაიჭირა პოლიციელი, სახეში შებერა გაყინული ჰაერი. პოლიციელი მაშინვე გაიყინა, როც გაუჩნდა ძალა, რომელსაც შეეძლო ადამიანის გაყინვა. გაყინული პოლიციელი დაამტვრია ათასობით ნაწილად. და მიდიხარ ლუკას რომ მოიყვანო? მიდიხარ რომ ლუკასი მოიყვანო? და ნაწილები ჩაყარა ფურგონის უჯრებში. პოლიციელი იძებნებოდა, როც სჭირდებოდა კაფის სამზარეულო. ასე რომ ღამეს მან მოკლა თავისი გაყინული ჰაერით ყველა მისი კოლეგა, რომელიც კაფეში მუშაობდა. შემდეგ მან თავიდან მოიშორა გაყინული სხეულები. მან აიღო ყველა მათი სამკერდე ნიშანი და ჩადო ჩემოდანში, პოლიციელის ოფისში. ის გამოდიოდა კაფიდან ყოველ ღამე, რომ ეპოვა ინგრედიენტები მისი ნაყინისათვის. 1975 წლის 15 ივლისს როდმა დაწერა მის დღიურში, რომ მან საბოლოოდ იპოვა სპეციალური ინგრედიენტი. ასე რომ მზის ჩასვლისას გამოვიდა გარეთ და წავიდა სამეზობლოში, რომელიც გადაეყარა მის პირველ მსხვერპლს, დანიელ ჯეის. მისტერ როდმა გაყინა იგი მისი ცივი ჰაერით. დასვა ფურგონში და წაიყვანა მის გარაჟში, სადაც ბავშვს უნდა ეჭამა მომაკვდავი ნაყინი. როდი ისეთი მოუწესრიგებელი იყო, რომ მან დაკარგა გასაღებები და ობიექტები, ასე რომ იგი ვერ დაბრუნა მის გარაჟში ან კაფეში. იმ ღამეს მან გადაწყვიტა წასულიყო და მოეძებნა გასაღებები ყველა გაჩერებაზე, მაგრამ მან არ იცოდა, რომ მის ფურგონში იმალებოდა დანიელ ჯეის საუკეთესო მეგობარი და ის ეხმარებოდა მას მისტერ როდისგან გაქცევაში. თუ სუსტი გული გაქვს მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქიმერა და დღეს წარმოგიდგენთ Emily Wants to Play-ის ისტორიას, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ. დავიწყოთ იმით, რომ Emily Wants to Play ძალიან საშიში თამაშია, თავისი ჯამსკეარებით. ჩვენ აღმოჩნდებით პიცის მიმტანი, რომელსაც მიაქვს პიცა დანიშნულების ადგილას. შემდეგ გამოვიკეტებით სახლში და არ შეგვიძლია სახლის დატოვება, სანამ დილის 6 საათი არ მოვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როდესაც 1 საათი გადის, სხვადასხვა თოჯინებთან გვიწევს შეტაკება. ესენი არ არიან ჩვეულებრივი თოჯინები. მათში ჩასახლებულია დემონის სული. ამ თოჯინებს აკონტროლებს პატარა დემონი გოგონა, რომელსაც ემილი ჰქვია. როგორც თამაშის სახელი გეუბნებათ, უბრალოდ თამაში უნდა. ასე რომ, როდესაც 1 საათი გადის, ჩვენ უნდა თამაშოთ 3 თოჯინას წესებით, რაც დაფაზე წერია მისი საპირისპირო უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, კიკის უნდა უყუროთ იქამდე, სანამ არ გაუჩინარდება. კლოუნ მისტერ ტატერს უნდა მივაშტერდეთ და არც ერთხელ არ უნდა გავინცრეთ ადგილიდან, სანამ არ გაქრება. და ბოლოს, ჩვენ უნდა გავექცეთ ჩესტერს, ისე რომ მისი თვალთა ხედვიდან გავქრეთ. თვითონ ემილი უნდა მდებარეობდეს სადღაც სახლში, როდესაც შუქები გათიშულია და მხოლოდ ფარის და წარწერების გამოყენების საშუალება გვაქვს. ეს პროცესი უნდა ვიმეოროთ დილის 6 საათამდე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ შეგვეძლება რომ დავტოვოთ სახლი.
ამ საშში თამაშის გასვლისას გვებადება კითხვები, რომ გავიგოთ ემილის ისტორია და წესები, რომლებიც გვხდება პარანორმალური სახლის კედლებზე. პასუხები მიგვახვედრებს თუ რატომ იქცევა ემილი ასე უცნაურად და როგორ მოხდა მარტო სახლში ამ შემზარო თოჯინებთან ერთად. იმისათვის რომ შევძლოთ ისტორიის გაგება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვადასხვა აუდიო ჩანაწერები, რომლებიც სახლშია დატოვებული ემილის დედის მიერ და ჩანაწერები, რომლებიც თვითონ ემილიმ კარგი. ჩაგიკეტავ. ორივე უნდა მოიყვანო? დაწერა. ეს ყველაფერი ამჟღავნებს ნამდვილ ისტორიას, რომელიც შენ შეიძლება იცოდე ან არ იცოდე მის შესახებ. ემილი და მისი ოჯახი გადავიდნენ მისი ძველი სახლიდან. ამ სახლში და სწორედ ამ დროს დაიწყო უბედურებები. როგორც ჩანს, ემილი ყოველთვის ასეთი დემონური არ ყოფილა. სინამდვილეში ამ სახლმა შეცვალა მისი გონება გარკვეულწილად და გამოიწვია უცნაური ქცევები. ჩვენ ვიგებთ ამის შესახებ აუდიო ჩანაწერში, რომელსაც პოულობთ მისი მშობლების საძინებელში, ემილის დედის მიერ. Ever since we moved in, Emily started acting different. She really liked our old house, but we had to move. Guess it really stressed her out. გამოგვაქვს დასკვნა, რომ ამ სახლმა იმოქმედა ემილის ქცევებზე და იქიდან დაიწყო ყველაფერი ცუდი ემილის ცხოვრებაში. ემილის დედა მივიდა ფსიქიატრთან, რომ მოესმინა მისი აზრი თუ რა იწვევდა მასში უცნაურ ქცევებს. My psychiatrist said I should start recording a log to help with my depression. He doesn't know it's all about Emily. I can't tell him anything about that, but I'll record myself anyway. Maybe it'll help. უცნაურად ჩანს, რადგან დედამისმა თავისი ქალიშვილი არ წაიყვანა ექიმთან. და ეს თავისებური ქცევა მშობლების მხრიდან შეიძლება იხსნებოდეს ემილის ზემოქმედებით. მოგვიანებით ჩანს, რომ ემილის მშობლებს უყვართ იგი. მათ უნდათ მიიყვანათ ემილის სკოლაში, მისი ბნელი ტრანსფორმაციის შედეგად, მაგრამ რამოდენიმე სკოლიდან გამოაგდეს მისი ცუდი ქცევების გამო. Emily heard a girl in school today. She's not allowed to go back. This is the third school she has been to. We're gonna keep her home now. როგორც ჩანაწერებიდან გაიგეთ, ემილის დედამ და მამამ გადაწყვიტეს სახლში ესწავლებინათ მისთვის. 24 საათი გამოკეტილი ყავდათ. ეს სახლი უკვე ცვლიდა ემილის. მთელი დღის განმავლობაში მის სახლში გამოკეტვის შემდეგ ემილის გონებაში სწრაფად გაიზარდა ბოროტება და სისასტიკე. We bought her a puppy.
ეს სახლი უკვე ცვლიდა ემილის. მთელი დღის განმავლობაში მის სახლში გამოკეტვის შემდეგ ემილის გონებაში სწრაფად გაიზარდა ბოროტება და სისასტიკე. We bought her a puppy. It was so cute. We thought it would help her. Poor puppy. Emily didn't like it. ეს იყო დაახლოებით ამ დროს, როდესაც მისმა მშობლებმა აღმოაჩინეს მისტიური თოჯინები, რომლებიც დამალული იყო სახლის ქვეშ, სარდაფში. როდესაც ეს თოჯინები გამოიყურებოდნენ ძალიან შემზარავად. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ისინი ემილის თავიდან აცილებდნენ პრობლემებს, თუ ცოტა ხნით მაინც. ის თამაშობდა მათთან ერთად და დედამისი ბედნიერი ჩანდა, რადგან მისი ქალიშვილის დამოკიდებულება შეიცვალა. There was a box of 3 very strange dolls down in the basement. Emily talked to them as if they can hear her. Maybe it's a good sign. It's ეს არის პირველი პოზიტიური რაღაც ამდენი ხნის განმავლობაში. first positive thing in a long time. სამწუხაროდ ეს არ იყო მოქმედების საუკეთესო კურსი. ემილი გაიზარდა უფრო მეტად შეპყრობილი ამ თოჯინებთან ერთად და მისი გონება მეტად მოსწყდა რეალობას. ამის გამო მისი მშობლები უფრო და უფრო ნერვიულობდნენ მათ ქალიშვილზე. მან შეუტია კიდევ ერთ მოსწავლეს, მოკლა მათი ოჯახის ძაღლი და ახლა ის შეპყრობილი იყო ამ თოჯინებით. ემილი ასევე უყურებდა მათ მშობლებს კარიდან, როდესაც ეძინათ. ამ ყველაფერმა მიიყვანა ემილის დედა და მამა იმ დასკვნამდე, რომ გამოიკეტათ სარდაფში. უცნაური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ისინი თავს გრძნობდნენ სასოწარკვეთილად და ეშინოდათ თუ რას გააკეთებდა შემდგომში მათი ქალიშვილი. No one will help us. No one can help us. This house had a basement in it. We made a place for Emily down there. My husband hid the entrance so that no one can ever find it. We were scared of our own daughter. She was standing in our bedroom last night staring at us. We're going to ჩვენ ვაპირებდით რომ start locking her down in the basement. ახლა სანამ ჩვენ მივახცოთ ემილის ისტორიის დასასრულს ამ სახლში და სანამ ჩვენ მოусმენთ საბოლოო აუდიო ჩანაწერებს დედამისისგან, მოდი დავბრუნდეთ ოდნავ უკან და კარგად დავაკვირდეთ რამოდენიმე ჩანაწერს, რომლებიც ემილიმ დატოვა სახლში.
ისინი ვერასდროს წამართვნენ ჩემს მეგობრებს. ჩანაწერები გვიამბობს ისტორიას ემილის დედაზე და მამაზე, რომლებიც ცდილობდნენ რომ წაერთვათ მისთვის თოჯინები. თუმცა მან გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, რომ ეს არასდროს მომხდარიყო. ემილი ისეთ კავშირს გრძნობდა ამ თოჯინებთან, რომ ის წერდა: ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, მათ ვუყვარდი. ემილიმ წაიყვანა ეს თოჯინები თავისთან სარდაფში და ახალი ოჯახი შეიძინა. ემილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მის მშობლებზე, რომ მათ ჩაკეტეს ის სარდაფში. მან თქვა, რომ ისინი არასდროს ზრუნავდნენ ჩემზე, მათ არასდროს ვუყვარდი. ემილის ჩანაწერები და დედამისის მიერ დატოვებული აუდიო კასეტები მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სევდიანი ისტორია. ახლა მოდი განვაგრძოთ ჩვენი ისტორია და დაუბრუნდეთ აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც მოთავსებული იყო შუაგულ სარდაფში. პირველი არის საკმაოდ უცნაური და აღწერს თუ როგორ იპოვა ემილის დედა მის მკვდარი, როდესაც სარდაფში ესტუმრა ერთ საღამოს. Went down in the basement today to bring Emily some food. She was laying on the floor lifeless. She wasn't breathing. She didn't have a pulse. She didn't have any injuries. We can't go to the police. How can we explain this? როგორც ჩანს, ემილიმ მიყიდა თავისი სული თოჯინებს და გახდა ერთ-ერთი მათგანი. ამით ალბათ მან დაამყარა კონტროლი მათზე და ცხოვრობდა როგორც მოჩვენება, გამოკეტილი მისი საზარელი სახლის კედლებში. ეს რჩებოდა საიდუმლოდ ყველასათვის, რადგან ემილის მშობლებს არასდროს განუცხადებიათ პოლიციაში, რომ მათი ქალიშვილი გარდაიცვალა. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაიჭერნენ და ციხეში ჩასვამდნენ. კიდევ ერთი უცნაური არჩევანი, რომელიც მშობლებმა გააკეთეს, მაგრამ შემდეგ მოვლენები უფრო უცნაური გახდა. მოდი მოусმინოთ ბოლო ორ ჩანაწერს ემილის დედასგან. ემილის Emily's gone, but the dolls keep appearing around the house. I don't არ ვიცი ეს უბრალოდ მე მეჩვენებ. know if this is just me imagining it or if თუ ნამდვილად this is really happening. Either ორივე შემთხვევაში ჩვენ უნდა დავტოვოთ ეს ადგილი. way, we have to leave this place. არ გაინწრეო. პირველი აუდიო ჩანაწერი გვიხსნის, როგორ მოძრავდნენ ეს თოჯინები სახლში ემილის გარდაცვალების შემდეგ. ისინი ჩნდებოდნენ სახლში სხვადასხვა ადგილებზე. და უცნაურმა და აუხსნელმა მოვლენებმა აიძულა ემილის მშობლები, რომ დაეტოვებინათ ეს ადგილი. თუმცა მეორე ჩანაწერის თანახმად რომ გამსაჯოთ, როგორც ჩანს, ეს ხმა თოჯინების მფლობელი დემონებისგან მოდის. მშობლებს არასდროს გაუღწევიათ სახლიდან ცოცხლებს და თავად იყვნენ ამ სახლის მსხვერპლები. Over a month now, and the police still haven't found any leads on the bizarre death of a local couple. The couple was found lifeless in their living room as neighbors were jogging by. The front door was wide open and the bodies could be easily seen from the street.
There were no signs of forced entry, and the police have ruled out burglary as a motive. თქვენ ვიცით, რომ ემილიმ სული მიყიდა ბოროტ სულებს და დემონი არა მხოლოდ ემილის გონებას, არამედ სამივე თოჯინასაც აკონტროლებს. ეს ფურცელი, რომელიც ემილი მიპოვა სათავსოში, არის მტკიცებულება იმის, რომ ჩვენ ხედავთ ძალას, რომელიც აკონტროლებს ყველას, ვინც მის ქვევითაა. პირადად ამას მივყავარ იმ დასკვნამდე, რომ ემილი იმიტომ შეეწყო ამ თოჯინებს ასე კარგად და ახლოს გრძნობდა მათთან თავს, რადგან მან განათავსა სხვა ბავშვების სულები, რომლებიც ერთ დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ. და ასევე ემილი დაემორჩილა მასში არსებულ ბოროტ ძალებს. ეს ბავშვები გადაიქცნენ მავნე დემონებად, როგორიც ემილი იყო. და ახლა ცხოვრობენ თოჯინების სხეულში. ისინი ჭკუიდან გადაყვანამდე აშინებენ დასრულებს, რომლებიც ამ სახლში მოხდებიან. თუმცა მათ მხოლოდ თამაში უნდათ. როგორც თამაშიდან ვიგებთ, ბოროტ დემონ ბავშვებსაც უნდათ მათი პოვნა, ვინც მათ ეთამაშება. ემილის მშობლები სამწუხაროდ არ აყვნენ თამაში და გარდაიცვალნენ. როგორც ჩანს, დემონი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, არ არის იმდენად ძლიერი, რომ გაუმკლავდეს დასრულის გონებას. ასე რომ ის იმორჩილებს ბავშვების გონებას და აიძულებს გააკეთებინოს ყველაფერი, რაც მას უნდა. ემილი ამ სასტიკი სულების უახლესი მსხვერპლი იყო. თუმცა უცნაურია, რადგან შეიძლება ემილი აკონტროლებს ამ თოჯინებს. მაგრამ თვითონ ემილი დემონის კონტროლის ქვეშაა. მისი მშობლები სიცოცხლე ბოროტულად დამთავრდა და ასევე იმათი, რომლებმაც მასთან თამაში არ მოინდომეს. ეს არის საიდუმლო ისტორია Emily wants to play-ზე. მოკლედ მეგობრებო, რაღაცაზე მინდა ლაპარაკი. ანუ ძალიან ისეთი კომენტარები მოდის, ძირითადად ბავშვებისგან. ანუ ღამე ვეღარ ვიწინებო, ვაიმე მეშინიაო, ესაო, ისაო და ანუ თუ გეშინიათ საშიში ვიდეოების, რაღაცომ ვრთავთ. ანუ მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მეხალისება, ასე ვთქვათ. მომდის ესეთი უარყოფითი კომენტარები იმის შემდეგ, რაც ამ ვიდეოზე ერთ დღეა მუშაობ. და რა თქმა უნდა არ მომწონს და ანუ მართლა ყოფილია ისეთი კომენტარები, რომ დამიბლოკავს და წავმიშლია თვითონ პიროვნება. და თუ გეშინიათ ჩემი ვიდეოების, მაშინ უბრალოდ აღარ ჩართოთ რა. და კარგია რომ უმეტესობა ისეთი კომენტარებია, რომ რო შეხედავ მომწონს რა ვიცი და გვერდში დგომას გრძნობ. მადლობა ყველას ეგეთ ადამიანს, ჩემი ვიდეოები რომ მოწონთ და ლაიქებთ. და ხო მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა, თუ არ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და თუ გეშინიათ, აღარ ჩართოთ ვიდეოები და всё. და ვინც ახალია და მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, სხვა ვიდეოებსაც გადახედეთ, გააქტიურეთ სარიცხი ლайკი და შევხვდებით შემდგომ ვიდეოში. ხაბახშოა ჩართვარ. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ქიმერა, ძალიან ბორს გინდოდა ჯევსე კილერის ისტორია, ასე რომ გადავიღე და დატკბით. და როგორც ყოველთვის ყველა ვიდეოში მომგონი, ანა ვიდეო დაიწყო, მინდა შეგახსენოთ რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ 85%-ს არ აქვს გამოწერილი და ჯანდაბა. დიდი ციფრია, რასაკეთებთ? ვინც უყურებს ჩემ ვიდეოებს და მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ხოთ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარებით ამით. мотивაციასაც მაძლევთ და უფრო სურვილი მექნება რომ შემდეგ უფრო მეტი და მეტი ისტორია გადავიღო თამაშებზე და არა მარტო თამაშებზე, მომავალში სხვა რაღაცებიც იქნება მერწმუნეთ. და კიდევ არ დამავიწყდეს დონაციის ლინკი აღწერაში, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ დაადონატეთ 10 რუბლიც კი დამეხმარება მერწმუნეთ, იმიტომ რომ ამდენი ადამიანი ხართ და მომავალში ვაპირებ ახალი კომპიუტერის დაწყობას, რომ გადავიღო ძალიან მაგარი თამაშები, იმიტომ რომ ჩემი კომპიუტერი აღარ მიკაჩავს უკვე მოზოლდა და თქვენი 10 რუბლიც დამეხმარება თითოეულის. სულას მინდოდა მეთქვა, მოკლედ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დატკბით ვიდეოთი. ჯეფი დაიბადა მექსიკაში. ის გაიზარდა პატარა სახლში მის ოჯახთან. მას ჰყავდა და და ძმა. მას ჯიმი ერქვა, ხოლო დას მერი.
დედამისი დიასახლისი იყო, მამამისი კი ქარხნის მუშაკი, ასე რომ ისინი იყვნენ კრიტიკულ სიტუაციაში ეკონომიკურად. ჯეფი იყო ინტროვერტი ბავშვი, მას არ უნდოდა სხვა ბავშვებთან მეგობრობა, რადგან ყველა აღიზიანებდა. როდესაც ვინმე ნერვებს მოუშლიდა მას, დაუფიქრებლად სცემდა სასტიკად ყველას. 17 წლის ასაკში სკოლაში ძალიან ცუდად სწავლობდა და არ ფიქრობდა მის მომავალზე. სწავლის მაგივრად ის ალკოჰოლს სვავდა და ნარკოტიკებს იკეთებდა. 18 წლის ასაკში მან დაიწყო სუპერმარკეტში მუშაობა, რადგან მეტი ნარკოტიკისთვის ჰქონოდა ფული, მაგრამ ის იმ მომენტში დეპრესიაში იყო. ერთ დღეს მისმა მშობლებმა იპოვეს ჯეფის ოთახში დამალული ნარკოტიკები, ასე რომ მათ წაართვეს ფული, რაც მას ჰქონდა და არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ გაეკეთებინა კიდევ რაიმე სისულელე. ჯეფი იყო მშობლების კონტროლის ქვეშ მუდმივად. ჯეფის ფსიქიკა შეირყა ნარკოტიკების გარეშე. მან დაკარგა მისი სამუშაო სუპერმარკეტში. მისი მშობლები არ აძლევდნენ საშუალებას, რომ გასულიყო გარეთ. ჯეფი თანდათან ხდებოდა მეტად გაბრაზებული და ბოღმა აღჭობდა მას. ერთ დღეს მან ფაქტობრივად დაკარგა საკუთარი თავი. ჯეფმა დაიწყო კანკალი საკუთარ საწოლში. ხელებს და ფეხებს იქნევდა გაუჩერებლად. ყვიროდა და ჰალუცინაციები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში. ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა, ჯეფი წამოდგა საწოლიდან. მაურის გამოწვევის გარეშე და ვინა მაიპო. დაიწყო სუდად სწავლობა. მეგობრებო, სუდად სუპერმარკეტში ფაქტობრივად დაკარგულობაში. ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა, ჯეფი წამოდგა საწოლიდან. მაურის გამოწვევის გარეშე შევიდა ჩუმად სამზარეულოში. ხელი დაავლო ყველაზე დიდ დანას. მისი გული სწრაფად ცემდა იმ მომენტში. თვალემა ციმციმი დაიწყო, როდესაც მიუახლოვდა მშობლების საძინებელ ოთახს, ჩუმად და ნელა შეაღო კარი. დედამის მიუახლოვდა და ყელი გამოჭრა. შემდეგ მამამისი ჯერიც დადგა. რამდენიმე ხანში ჯეფი ოთახიდან გამოვიდა უემოციო სახით. მან მოკლა საკუთარი ოჯახის წევრები, ისე რომ ხელიც კი არ აუკანკალდა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ შესულიყო მისიც მის ოთახში. ერთი მომენტი მიაშტერდა და საზარელი, ციმციმა თვალებით უყურებდა მის ძმას. შემდეგ ბოხი ფსიქიკურად აშლილი ხმით უთხრა: "ძილი გინდა?" უცებ მერის, ჯეფის დას გაეღვიძა. მან გაიგონა რაღაც საზარელი უცნაური ხმა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო თუ რისი ან ვისი ხმა გაიგო. ის წამოდგა საწოლიდან, შევიდა აბაზანაში, სახეზე წყალი შეისხა, რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო. უცებ მოწყურდა და გადაწყვიტა ჩასულიყო სამზარეულოში, რომ წყალი დაელია. როდესაც სამზარეულოში შევიდა და წყალი დალია, შეამჩნია, რომ ერთ-ერთი დანა გამქრალი იყო სამზარეულოდან. თავიდან გაუკვირდა, თუ ის უნდა აეხო, ან რაში სჭირდებოდა დანა ამ ღამე. მაგრამ როდესაც შეტრიალდა დანის მოსაძებნად, შოკში ჩავარდა და კანკალი დაიწყო შიშისგან. მან დაინახა ჯეფის სისხლიანი დანით ხელში. უზარმაზარი ღიმილით და საზარელი დიდი თვალებით აშტერდებოდა მას. ჯეფმა საშიში ხმით უჩურჩულა. "წადი, დაიძინე." ოჯახის მოკლის შემდეგ ჯეფმა დატოვა სახლი. იგი წავიდა მიტოვებულ ბნელ სახლში. ის თავს გრძნობდა დაღლილად. ასე რომ გადაწყვიტა მიტოვებულ სახლში დაეძინა, იმიტომ რომ პოლიციას არ ეპოვათ იგი. პოლიცია იმ ღამესვე მოვიდა, რადგან მეზობლებმა შეატყობინეს, რომ ყვირილის ხმა გაიგეს სახლიდან. პოლიცია როდესაც სახლში შევიდა, იპოვა 4 ადამიანის გვამი, ადგილზე დატოვებული და მაშინვე ჯეფის ძებნა დაიწყეს. საბოლოოდ მიაგნეს მას და დაიჭირეს. ის ციხის მაგივრად გიჟების თავშესაფარში წაიყვანეს და გამოკეტეს თეთრ ნათელ ოთახში. მას ჭერზე დაუყენეს კამერები, რადგან გაეკონტროლებინა თუ რას აკეთებდა ჯეფი ოთახში ყოფნის დროს. 5 დღის შემდეგ, ღამეს, როდესაც ექთანი შევიდა ჯეფის ოთახში საჭმლის მისატანად შემდეგი დღისთვის, ჯეფი თავს იკატუნებდა, რომ ვითომ ეძინა.
როცა ექთანმა საჭმელი დადო და შეტრიალდა ოთახიდან გასასვლელად, ჯეფი წამოხდა, გაიქანა ექთანისკენ და ზურგზე შეიახტა. ექთანმა მჟავის კაფსულა ამოიღო ჯიბიდან და სახეში ესროლა მას. ჯეფი გამწარებული ყვიროდა და ექთანს სასიკვდილოდ სცემდა. ექთანს გასაღებები მოპარა და ყველა გიჟი გამოუშვა საკნებიდან. იქამდე სანამ დაცვა მოვიდა საგიჟეთში, სრული სიგიჟე და არეულობა ხდებოდა. სანამ დაცვას ყურადღება გადატანილი ჰქონდა სხვა გიჟებზე, ჯეფმა საგიჟეთიდან გაქცევა მოასწრო. როდესაც გიჟები ოთახებში დააბრუნეს, ჯეფი ვერსად იპოვეს და დაცვამ გადაწყვიტა ენახა კამერის ჩანაწერები. როდესაც ჩანაწერები ნახეს, კამერამ ის გადაიღო. კამერაში ჩანს საზარელი სახე, მჟავით დამწვარი, საშიში წითელი ნათელი თვალები, შემზარავი დიდი წითელი ღიმილი. ჯეფმა მოახერხა და გაიქცა სხვა ქალაქში. ის დადის ღამეს ახლებში, დაიპარება ფანჯრებიდან. შემდეგ იმალება კარადაში, იქამდე სანამ არ დაიძინებ. ხუთი ვიდეო სადაც რემიკი წლების განმავლობაში საშინელებათა ფილმების ინდუსტრია მრავალ პერსონაჟს ქმნიდა. ყოველივე საშიშმა პერსონაჟმა პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა ერაში. ისინი საკმაოდ ცნობილები გახდნენ ამავე პერიოდში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი პერსონაჟის მიღმა რეალური ამბავი დგას, რაც ამავე პერსონაჟისა და ფილმის შექმნის საფუძველიც გახდა. ერთ-ერთი ყველაზე შემაცრწუნებელი და საშიში პერსონაჟი ანაბელია, შემზარავი თოჯინა ამ ჩვენ სამყაროში. სხვა ფილმებისგან და პერსონაჟებისგან განსხვავებით, ანაბელის ისტორია და ფაქტები რეალურია. და ზოგადად ეს ფილმიც რეალურ ამბავზეა დაყრდნობილი. დღეს სწორედ ანაბელის თოჯინის რეალურ ამბავს მოგიყვებით. რადგან ამ შემზარავი თოჯინის მიღმა. იმერა აი ალაგი 1970-იან წლებში გოგონამ სახელად დონამ მიიღო დედამისისგან საჩუქარი მის 22-ვე დაბადების დღეზე. მაგრამ ეს საჩუქარი იყო თოჯინა, ერთი შეხვედით ჩვეულებრივი, კეთილი შეხედულების. ის სხვა თოჯინებისგან არაფრით არ იყო განსხვავებული, მაგრამ ჩვეულებრივი თოჯინის ამბავი მალევე იცვლება და შემზარავი ხდება. მანამდე სანამ დონამ და მისმა ოთახის მეზობელმა ენჯიმ შეამჩნიეს რაღაც უცნაური თოჯინას შესახებ. როდესაც დონა ანაბელის თოჯინას მის ლოგინზე ტოვებდა და ენჯისთან ერთად სახლიდან გადიოდა, სახლში დაბრუნების შემდეგ ანაბელის თოჯინა სხვა ადგილას ხვდებოდათ. წარმოიდგინეთ, სახლში არავინაა და თოჯინა სხვა პოზაში გვხდებათ. ხან იჯდა, ხანაც იდგა, თავის სრულიად სხვა მიმართულებით ჰქონდა და ასე შემდეგ. მას ხო ვერავინ გადაადგილებდა, თუ თავისით არ შეიცვლიდა ადგილს. და კიდე ამ თაროზე ბავშვებო ხედავთ ბავშვებო ის თარა რო არის მაგეთ შავი საშინელ თოჯინა რო არის ნამდვილად უცნაური და საშიშია.
აქედან იწყება ანაბელის ყველაზე შემზარავი ამბავი. მაგრამ ეს მხოლოდ ხდებოდა მაშინ, როდესაც თოჯინას სახლში მარტო ტოვებდნენ. გოგონების თანდასწრებით მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. სწორედ ამ მიზეზის გამო გოგოებმა იფიქრეს, რომ მათ სახლში ვიღაც იპარებოდა და ის ხუმრობდა ასე ბოროტულად, რატო გოგონების შეშინებით სიამოვნება მიიღო. მაგრამ მალევე გოგონებმა სახლში წერილები იპოვნეს, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ. წერილებზე ეწერა სხვადასხვა რამ, მაგალითად როგორიცაა: დაგვეხმარე ჩვენ, დაიხმარე ლუს. ლუ იყო გოგოების საუკეთესო მეგობარი ბიჭი. ეს ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ და ანაბელის თოჯინას დაუბრუნდეთ, რამდენიმე დღეში დონამ ანაბელის ხელებზე სისხლიც კი აღმოაჩინა. სისხლი არსაიდან გაჩნდა, რამაც გოგონები პანიკაში ჩააგდო. ამის შემდეგ დონამ და ენჯიმ დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს, რომ სახლში მოიყვანოთ მედიუმი. მედიუმია ადამიანი, რომელიც სულებს და მსგავს არამიწიერ არსებებს უკავშირდება. ამით მედიუმის დახმარებით სეანსი ჩაატარეს და ამავე მედიუმმა განაცხადა, რომ თოჯინაში იყო 7 წლის გოგონა სული და მას ანაბელ ჰიგინსი ერქვა. მან განაცხადა, რომ გოგონა დაიღუპა სახლში, რომელიც ამ გოგონების სახლის აშენებამდე იდგა ზუსტად ამავე ადგილზე. შემდგომ ის სახლი დაანგრიეს. მედიუმმა ისიც თქვა, რომ ანაბელის თქმით მას უნდოდა გოგონებთან დარჩენა, რადგან მარტო ყოფნის ეშინოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო, რაც მედიუმმაც და გოგონებმაც ჯერ არ იცოდნენ. ენჯიმ და დონამ ანაბელის ნათქვამს დაუჯერეს და თოჯინას სახლში დატოვეს. ფიქრობდნენ, რომ თოჯინას უბრალოდ მათთან ყოფნა უნდოდა და არანაირი ზიანის მიყენებას არ აპირებდა. მოვლენები მალევე შეიცვალა და უკვე პარანორმალურ აქტივობებში გადაიზარდა. გოგონების მეგობარ ბიჭს, ლუს ანაბელის თოჯინა არასდროს არ მოსწონდა. იმ დროსაც, როდესაც პირველად მიიღო საჩუქარი დონამ. ის ამბობდა, რომ თოჯინის თვალების დანახვისთანავე რაღაც ბნელი ძალა იქცნო და მისმა მოლოდინებმაც გაამართლა. მას უნდოდა, რომ სასწრაფოდ მოეშორებინათ ეს თოჯინა სახლიდან, მაგრამ მას არავინ უსმენდა. ერთ ღამეს, როდესაც ლუ გოგონების სახლში დარჩა, მას შემზარავი ამბავი გადახდა თაოს. როდესაც ეძინა ლუს, ღამით გაიღვიძა და მას ძილის დამბლა ჰქონდა. ვერ მოძრაობდა და ვერც ხმას იღებდა. მას მარტო თვალების მოძრაობა შეეძლო. როდესაც ფეხებზე დაიხედა, დაინახა, რომ ლოგინზე ძალიან ნელა ანაბელის თოჯინა ცვრება და მისი ფეხებიდან მთელ სხეულზე აცოცდება. თოჯინა ლუს მკერდამდე ავიდა და აშტერდებოდა მას შემზარავი თვალებით. ლუ გაითიშა. მეორე დღეს, როდესაც მან გაიღვიცა, ეს ამბავი გოგონებს უამბო. იგი დარწმუნდა, რომ რაც გასულ ღამეს მოხდა და დაინახა მართლაც რეალური იყო. შემდეგი მოვლენა მოხდა მაშინ, როცა ენჯი და ლუ სახლში მარტოები იყვნენ. მათ ძლიერი და მაღალი ხმა გაიგონეს დონას ოთახიდან. ცოტა ხანში ლუ ოთახს მიუახლოვდა. ხმა გაჩერდა. როდესაც კარი გააღო, მან დაინახა ანაბელის თოჯინა, რომელიც იატაკზე იჯდა. არადა სინამდვილეში თოჯინა ამ ოთახში არ დაუტოვებიათ. ლუ მაკეთიკით ყურება დაიწყო, შევიდა ოთახში ანაბელი აიღო და ლოგინზე დასვა. სწორედ ამ დროს, როდესაც შეტრიალა და მას დემონი დაესხა თავს. ჩავის სილუეტი ლუს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. მან მაშვიდე დახედა ჭრილობას და დაინახა, რომ კერძზე ბრჭყალები ჰქონდა ჩამოსმული, საიდანაც სისხლი მოსდიოდა. შეშინებულმა მეგობრებმა მღვდელს დაურეკეს. მღვდელიც კი შეშინებული იყო ამ ამბებით. სწორედ ამიტომ მან ურჩია გოგონებს და ლუს, რომ დაკავშირებოდნენ პარანორმალური მოვლენების გამომძიებლებს, ედ და ლოურენ უორენებს. უორენებმა თოჯინის ნახვის და მისი დეტალურად გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ თოჯინაში ნამდვილად იყო პატარა გოგონას სული, მაგრამ ის არ აკეთებდა ამ ყოველივეს. როგორც მათ განაცხადეს, თოჯინაში სულს დემონი აკავებდა, რომელიც აწამებდა როგორც ანაბელ ჰიგინსის სულს, ასევე სახლში მყოფებსაც თავისი პარანორმალური მოვლენებით და მათ თქვეს, რომ დემონი საკმაოდ საშიში იყო და ასე უბრალოდ არ გაჩერდებოდა. ამიტომ უორენებმა ანაბელი ამ სახლიდან წამოიღეს და თავიანთ მუზეუმში შეინახეს. მანამდე კი მღვდელი მოიწვიეს, რომელმაც თოჯინაზე ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა. მას შემდეგ რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ანაბელის ყოფნის დროს. ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკოსებისგან დაწყებული მღვდელებით დამთავრებული
რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მისულიყვნენ უორენებთან, რათა ენახათ თოჯინა მათი საკუთარი თვალებით, მნახველებმა გატესტეს ანაბელის პარანორმალური გავლენა. როდესაც შეურაცხყოფდნენ თოჯინას, ან უარყოფდნენ მის ძალას. ამ ყველაფერმა გამოიწვია მრავალი ფატალური, ან ფატალურთან ახლოს მისული მოვლენები, რომლებიც მოხდა ამ ხალხის ცხოვრებაში. ერთხელ უორენების მუზეუმში მღვდელი მივიდა და თოჯინაზე თქვა, რომ ანაბელის თოჯინას არანაირი ძალა არ გააჩნდა. ედმა მღვდელი გააფრთხილა, რომ ასე აღარ ეთქვა. ამის შემდეგ მღვდელმა უორენების სახლი დატოვა და რამდენიმე წუთშივე საშინელ ავარიაში მოყვა, სადაც სასწაულებრივად გადარჩა. უფრო კარგად ცნობილი შემთხვევაა, როდესაც მუზეუმში ახალგაზრდა ბაიკერი მივიდა, რომ ენახა ანაბელის თოჯინა საკუთარი თვალებით. იმ დროს თოჯინა გამოკეტილი იყო ყუთში. უორენების ოკულტურ მუზეუმში. კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ანაბელის დემონურ თოჯინას არანაირი ძალა არ გააჩნდა. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ახალგაზრდა ბაიკერმა მოტოციკლეტზე კონტროლი დაკარგა და დაიღუპა საბედისწერო ავარიაში. ამ დღის შემდეგ ანაბელი იმყოფება ყუთში, ყველა სხვა შემაშფოთებელ და შემზარავ ობიექტებთან, რომლებიც უორენებმა შეაგროვეს მთელი მათი კარიერის განმავლობაში. მაგრამ ლოურენი ამბობს, რომ ანაბელი არის ყველაზე დაწყევლილი ობიექტი ამ მუზეუმში. ანაბელის თოჯინას მრავალი შემზარავი ამბავი უკავშირდება, მაგრამ აშკარაა, რომ დემონი, რომელიც თოჯინაში ბუდობს, ძალიან საშიშია და არა მარტო ადამიანების შიშით იკვებება, არამედ მათ სერიოზულ ზიანს აყენებს და კლავს კიდეც. ამ ამბების შემდეგ 2013 წელს გამოვიდა ფილმი სახელად წყევლა, რომელმაც მილიონობით მაყურებელი შეაშინა. მას შემდეგ ისეთი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რომ გამოუშვეს ანაბელის ცალკე 2 ფილმი, რომლებშიც მხოლოდ ანაბელის შესახებაა. დღესდღეობით ანაბელის თოჯინა უორენების მუზეუმში ინახება. რატო? იმიტომ რომ ეს ლისიკო რაღაცა. მეც აქამდე მოვახციეთ მეგობრებო და ვიდეოს ბოლომდე აი, ჩვენს favorite ვიდეოებს ვუყურე ესენი ხო გახსოვს? და მე ამ ვიდეოს ჩავთო და ვუყუროთ, გინდა? უყურეთ, ხოთ და ლაიქოთ. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიდეოს ყურებისთვის. ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. დაწერეთ კომენტარებში შემდეგში რის ისტორიას ისურვებდით და რომელსაც უფრო მეტი ლაიქი ექნება, შესაბამისად იმას გადავიღებ, რადგან გავიგებ, რომ ხალხს ეგ ისტორია უფრო ძალიან უნდა. და კიდევ დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რომელი უფრო საშიშია, ანუ ფილმში როა ის ანაბელი თუ ეს ნამდვილი ანაბელი. ჩემი აზრით ნამდვილი ანაბელია უფრო საშიში, იმიტომ რომ ისეთი შეხედულება აქვს, რომ თითქოს უდანაშაულო ჩავთავ. დანი ახლა მომოზე ჩავთავ. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქიმერა და ამ ვიდეოში მოგიყვებით მომოს ისტორიას. ეს ამბავი შესძლოა უმეტესობა თქვენგან მაიცოდეთ, რადგან ამ ისტორიაზე ვიდეო უკვე მედო ჩემს YouTube არხზე, მაგრამ მე უთუმას ამ მაგი კომენტი მე ტოსტის შეწვა მასწავლა და კიდე ალაქიანი სუნელიანი ორბილარი მაგისტრიტი ხარო წამიშალა მომოს ვიდეო. მაქსიმალურად ვეცადე რომ აღმედგინა, რადგან ვიდეოს 210,000 ნახვა ქონდა და ახლობთ 1 წლის წინ და დღითიდღე 1000-ობით ნახვა ემატებოდა, მაგრამ სამწუხაროდ საჩივარი არ დამიდასტურეს და ვიდეო საბოლოოდ სამუდამოდ მაინც წამიშალეს. გეჯუქედან ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმ დროს, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე წარმატებული ვიდეო იყო არხზე და გავგზავნე თუ არა საჩივარი, სადაც ეწერა რომ არანაირი YouTube-ის წესი არ მქონდა დარღვეული და თავიდან ენახა